თებერვლის ერთ საღამოს ნატალის ლიტერატურულ სალონს უჩვეულოდ ბევრი ძვირფასი სტუმარი ეწვია. ეს იყო განსაკუთრებული დღე, როდესაც მამა გურამმა გადაწყვიტა თავისი ახალგაზრდობის დროინდელ ჭკუისდან შემშლელ სიყვარულზე ესაუბრა. ამ ამბავზე ცალკე სიუჟეტით მოგიყვებით. ეხლა კი მხოლოდ ის ლამაზი წუთები შეგიგროვეთ, როდესაც ამ საღამოზე ტიციან ტაბიძის შვილი ქალბატონი ნინო ანდრიაძე და ამ საუკუნის გამორჩეული პოეტები იანელ კოჭლამაზაშვილი, დავით შემოქმედელი, გაგა გომართელი, ნიკოლოზ მებაღიშვილი, ჯუბა ღებელი და სხვა ბევრი ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანები ყველანი ერთად ყველაზე ძვირფასზე პოეზიაზე ლაპარაკობდნენ. სალონმა ქიმერიონმა შეიძლება გადავტეხი როლიც კი შეიტანა ჩემს ამ საქმიანობაში, იმიტომ რომ როცა ვკითხულობდი იქ ჩატარებ დღეებზე, საღამოებზე, რაღაცნაირად ბავშვობიდან ფიქრობდი, რომ მე ცოდესმე რაღაც გავს გავაკეთებდი და ჰობის დონეზე ჩემს რესურსს და ჩემს ენერგიას მოვახმარდი ამ საქმიანობას და ძალიან დიდი კორიფეები გვყავს აქ და იმათმა მინდა ვირჩენი აილაპარაკონ უბრალოდ ერთ ფრაზა, რომელიც ჩემი წაკითხულიდან, ჩემი აღქმისგან დავამახსოვრდა იყო ესეთი, რომ სამშობლოს ჯვარზე პოეზიით მილურსმულები. დაახლოებით აიგარო ოდნავ რაღაცა, იგივე ჩვენი გასაკეთებელია, რომ დათმეს და ტიციანის მეტყვი გავაკეთე. იყავი რაც გინდა შავი, საცოდავი ცხოვრება ხელში მაქვს მე შენი სადავე, რომელიც ჯოჯოხეთი 64-ით გაქცევ. აი შენი პანტური ფიზიკა. აი როგორ გვასწავლიდე და დავით, თხოვთ პატარა მიმოხილვა და აკეთოს. კარგი იქნება დავით, აი. ახლა მე არ შევუდგები აქ არ არის ის წმინდა ლიტერატურული და იმის მიმოხილვა სიყვარული ანგაფრინდაშვილმა და პაულომ და ტიციანმა როგორ განჭრეს ქართული ლექსის სხვა ხაზზე. ეს სერიოზული თემაა და კი ბატონო ამაზე ვისაუბრებ. სამართლებრივი აზროვნება, მეორე აზროვნება არის ეკონომიკური აზროვნება, მესამე არის კულტურული აზროვნება, მეტი აზროვნება არა. საქართველოს ამ სამი აზროვნებიდან ყველაზე მაგამ მწერლს მიაქცია კულტურულ აზროვნებაში. ჩვენ ყავდა ეკონომიკურ აზროვნებაში, კი ბატონო იყო ნიკო ნიკოლაძე და სხვები ყავდა, მაგრამ ჩვენ ვერ გავედით მსოფლიო ხაზს. ჩვენ ყავდა სამართლებრივ აზროვნებაში გიორგი ბრწყინვალე და იყო მისი პერიოდი და სამართლის კანონები, მაგრამ ვერ გავედით მაინც. ჩვენ შევქმნით კულტურაში მსოფლიო აზროვნება. ახლა იმ ორ აზროვნებაზე არ ვილაპარაკებ, სალექციო ადგილი არა, მაგრამ კულტურის მთავარი მნიშვნელობა კულტურაში არის თავისუფლების ხარისხი. თავისუფლების ხარისხი არის ადამიანი. რაც შეეხება ტიციანს აქ სწორად თქვეს და ყველაფერი ეს ახლა ასე ამოსდილია, როგორც გოგლამ თქვა, მშობელ მიწაში მიდგას ფესვები და აი თუნდაც ეს ტრიხონი რო აქვს ტიციანს, რომ და მე არ ვიცი სიდან მოვედი, რომელი ქვეყნის ხელიმზე მწვავდა მე, დიდი მყავდა წინამორბედი მარცხოვარს გავდა. აი ასია ჩასწილი ხამიგე თითქოს მესმის ახლა ოხრათ ვლებისო ბატონიშვილი ალექსანდრესიო აი ამან უშიკა ბაჟაფშაველებს უთქავ ფილტვებით ხიმიკალური და ასეთი მაგალითები ჩვენ ბევრი გვაქვს. აი შემოქმედისთვის აი ეს ფესვი და ძირი აი როცა შენი წინარების მზე გწვავს არ არსებობს რომ იმ შემოქმედმა განსაკუთრებული კვალი არ დადოს და აი ტიციანი განსაკუთრებით და საფლავს ეძებდა ქალდეაში. ქალდეა მაგვანი მიწია და არაგვი იმას კუბოს გადამიღებს. რობაქიძე თქვა, როცა ფეხი დადგა მესოპოტამიის მიწას, ჩემი პოეზია აქედან იღებს სათავესო, ხო. ლეონიძე არ ყოფილა, მაგრამ ლეონიძემ თქვა, რომ ჩვენს ქვეყანა ვართ. ღმერთსაც არ ვცნობთ გარეშე ესა. ეს მაგარი სიტყვა. ანატალადაც. თვითონაც არ და ჯანდურიაც თქვენ წარმოიდგინეთ. ჯანდურია დიდი შუადღის იყო, როდესაც სადნები ცნობს. ნუ აი არტურებო და ბოდლერი და ესეთი ვერლენი ფრანგები, ანუ აი ესეთ მოდერნიზმს ახორციელებენ. სახელებიც იმიტომ დაირქვეს ფრანგული სკოლა, ტიციანი. ხო, რასაკვირველი იყო და მე შემდგომში ესე იგი ეს ანუ მაინც ქართულ ფესვებს ვერ სწავლობენ. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. და ნახე რას აკეთებს უყურე.
ჰაფიზის ვარდი მე პრუდონის ჩავდგე ბაზარში ბესიკის ბაღში ვგავ ბოდნერის აი ნახე მაგას მეორე გაგება მაგი გარდა იმისა რომ ევროპული შემოტანა ეგ არის აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეერთმა ჩეხოსლოვაკია ჩერწმა გამიგე ეს დაახლოებით იმას მოგავს ლადუასათიანს რო აქვს მე გავშლი ხელებს და შეერთება აღმოსავლეთი და დასავლეთი და გრიგორ რობაქიძე რას ამბობს რომ ჩვენო აზიელები ვარდო და ევროპაში აზიელობას ვერ დავთვლოთ მაგრამ ყველაზე უპრიანი იქნება რომ ევროპისა და აზიის ხორცილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ პატაროთ აღმოსავლეთი დასავლეთი კულტურათა დიალოგი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ ამ შუა კონფლიქტის ზონაში რო ვართ ვირცეთ მშვიდობის ხაზს მაგრამ რაც შეეხება გალაქტიონს რატო გახდა ის რატო და მე ახლა იმარო თქო აი პლანეტები და მას ქონდა თავისუფლების ხარისხი უსასყრო ესე იგი ქართულ პოეზიაში თავისუფლების შეიძლება სოფლიო პოეზიაში გალაქტიონი იყო ყველაზე თავისუფალი პოეტი იმიტომ რომ ახლა და რატო 6 კაცზე ვლაპარაკობ 7 კაცზე ვლაპარაკობ მან დაიჭირა რაღაცა რიტმი ისეთი კოსმიური რიტმი რომ მას აი ქრონვის და ამბობს კიდეს მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა ესე იგი და შემდეგ ეს უკვე გადადის ოკაზიონიზმები ქვია მას პოეზიაში რომ აი დოვენ დოვლი ფრენა იქ უკვე აღარ არის სიტყვა საჭო იქვე შემოაქვს როგორც რუსთავისაც შემოაქვს ასე მისი სიტყვა უკვე და ის უკვე ქროლვასა და ეს უკვე ეს უკვე ახსნა უბრალოდ უნდა უშმის ესა ის რაც დაიჭირა ჯერ რო ითქვა დიდმა ემა რო თქვა რომ მუსიკა უპირველეს ყოვლისა რა თქო ამან დაამატა პოეზია უპირველეს ყოვლისა და ამ მუსიკის და პოეზიის და ფერწერის და აი ეს ამით თავისუფლების ხარისხი აქვს მას დიდი ეხა გადასხოვოთ რა ლექსიც და სიტყვაც იმიტომ რომ ჩვენ თანაცხოვრებაში და აი ჩვენ ასე ვთქვათ სოციუმში არის ხოლმე რომ აი ეს მეფეა და ის ვეზირია და ის არის და ის ეს ეთრო პოეტი თუ არის ადამიანი ის თავის სამყაროში მეფეა მეფეც არის ვეზირიც არის ისიც არის ამიტომ არ მიყვარს მე ესეთი შედარება რა ეხლა გალაქტიონს თავისი რაღაც ისენი ქონდა რა ქვია ფრთები ქონდა და 1000 ის ქონდა დამეთანხმება მამაო 10 ძახის ლეგიონები მეომებოდნენ და 1000 თავისი თემ სოფლიოს დუოში ვიწვევო ო მის თავში ახსებოდა კაცმა არ იცის ხო აბსოლუტურად სხვა და მე ესე ვთქვი გალაქტიონი ძალიან ისეთი საწყალი ადამიანი იყო რაღაცა მუდმივად შეიძლება რაღაცა ხდალი ადამიანიც კი ყოფილიყო რაღაცები ნარცისული აშლილობა ქონდა ჩემი აზრით სხვავებული ტიპები ანუ ვიცი რა არის აბსოლუტურად გალაქტიონი აუცილებლად ჩაეწაში რომ ქართული ენა იმიტომ შეიქმნა თავის დროზეო რა რომ მე 20-ში მე დამეწერა ნუ ეხა ეგ ცოტა ეხა მე დამეწერა ეგაც პოეზია ეგეც შედარება რა შეიძლება იქნები ყველა ადამიანში არის ხო ეს თვისება სადაც გაუშვებ იქამდე მიგიყვანს ხო ამ პარადაგონებას გაუშვებ მიგიყვანს იქამდე ჩვენ ხოლმე დავყოთ აი თეგდარეულებისა და თქვა რომანტიკოსების ბრძოლა ხო ეს მამათა და შვილთა ბრძოლას გვეძახიან ანუ გრიგოლ ორბელიანის ალექსანდრე ჭავჭავაძისა და თეგდარეულების და ანუ ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძე ამბობდა რომ ასე თქვა ყველაფერი აი პოეზიაც მათ შორის უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს რა და აი ამ ჭრილში დაინახა ილია ჭავჭავაძემ შემოქმედება და მართლაც რომ გადავხედოთ ის პოეზიას თუნდაც პროზას ხო რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამოდის ხო ეს ბუმბერაზი პოეტი მაგრამ იციან ტაბიძეს მიაჩნდა რომ თლად ესე არ არის ანუ ხელოვნება შეიძლება შეიქმნას საკაცობრიო მნიშვნელობითაც რა არ გამოვიდას რაღაცა ეროვნული ინტერესი ანუ ხელოვნება ხელოვნებისთვის იყოს შექმნილი როგორც მაგალითად ხატვრობა არ შეიძლება თქვა იყოს მაგალითად ეროვნული ინტერესებიდან გაგებულ და შეიძლება მუსიკა და ასე შემდეგ ანუ პოეზია ეს მოდა ხო და აი იცი რა არის თავი რა არის ანუ ნამდვილი პოეზია მისთვის იყო უდიდესი უკიდეგანო თავისუფლება რომელიც ხდება აბსოლუტურად ეროვნულ საზღვრებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი სხვანაირ ცეცხლს ანთებს მე პოეზია ეს ის პოეზიის შეგნება იმიტომ ამბობ რომ ასე ვთქვათ ქართულ სივრცეში არა მეტი სიმაღლე არავის არ დაშვა თავის თaulis მე მეტი სიმაღლე არავის აღარ აუღია არც ერთ პოეტს პოეზია პოეზიის დამოკიდებულება
აი პოეზიისა დამოკიდებულება ან არის ძალიან შესანიშნავი და ყველაზე ამაღლებული, ვისაც კი ოდესმე ქონია რაიმე დამოკიდებულება რა სიტყვების და რა პოზიციების პოეზიის მიმართ დაუფიქსირებია. უნულობაში თქვა რომ წელობა სადაიყვანა ერის სული წელობაში ლაპარაკობს. კიციანს ეკუთვნის ერის სული ჩვენ თუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ეს ქვეყანას და აქ როგორ არ შეგიძლია გავახსენდეს სოციალურას პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, რომელიც ეს ერთი ხაზია. გალაქტიონმა ხო დაინახა თოვლი ისწრად. კი ბატონო. მაგალითად მე ვხედავ უფალო მაპატიე რა შუაშია მე გალაქტიონი და მე საერთოდ მელნის ფერი არის ინტელექტუალური ჩაკრის ფერი. მელნის ფერი. მე ჩემთვის მელნის ფერია. ნებისმიერი შემოქმედის ალბათ რა ვიცი, მე ესე. ეხა იანელი ფილოსოფიურად ხსნის ამას, მაგრამ როდესაც ეზოთერულად, კარგი. როდესაც ცა არის, აი შეფერილი, ხო არის ისფრად საშეფერილი. ის ისე ირეკლავს თოვლი, რომ ისფერი ხდება. მართლა მე დამინახია, ირეკლავს. ისფერი მე არ დამინახია. ეს ხდება როდის იცით? აი როცა ადამიანს მელნისფერი დაგადგება თვალებზე, მერე საერთოდ მოგიცავს. და ხდება გასვლა ვარიანტში რაღაცა ჭკვიანური მეც მომირთხავს გესმით? ხო და თქვენც უგადიხართ ვინც ხშირად ხო და აი ეს ამხელა მუსიკა, ამხელა რიტმი, ეს ყველაფერი შემოსულია კოსმოსიდან ხალხ. გალაქტიონი არ იყო მიწაც ტიციანი იყო, მაგრამ ეს ახლობელი იმიტოა ჩვენთვის, რომ ჩვენც მაინც მიწიერები ვართ და მიწისთვის ეს კაცი იყო ნამეტანიმეტი. და გალაქტიონი უკვე კოსმოსის ნები შემოაქვს, მუსიკა იქიდან შემოაქვს, ყველაფერი იქიდან შემოაქვს და იმიტომ ჩვენ ყველა რომ ვერ ჩავწვდეთ გალაქტიონს ეს სიცხული არა. ტურისკენ წავიდნენ და მეორე რომელიც ვერ გაუწეს ტერეტი გალაქტიონ ამოვარდეს საერთოდ რეალობიდან და ტიციანმა ორივე დაიჭირა. ეს შეძლო ეს ზიდა რომ ერთი მხრივ აქტიურიც იყო ყველაფერი და მეორე მხრივ დარჩა იმის ერთგული და დიტრავებდა სხვადასხვა მაგაზე 36 წუთია გაწერილ ისა როგორ არის საბჭოთა მიწა გიყოს თავი დაგვერდი ანუ რატო დაწერაო ბიჭო რო გახედაო აბა ნუ კაცი სიცოცხლე უყვარდა რო დაიარა კოლხეთის ისინი ამოარჩინეს გზები გაიყვანა მანდარინი ციკლი ხო დაწერილო ნაწერი ანაკლიაში მოგზავ ყველაფერი კეთდება და ამან პოეტი იყო და სიცოცხლე უყვარდა და ალიო ცულავს იგი რომელიც საბჭოთა მწერალი იყო პირდაპირ უწერია რომ პირდაპირ დავალება მისცეს მწერალთა კავშირის სამდინაროზე რომ შენ უნდა გადმოიყვანო გალაქტიონი ჩვენს რელსებზე და ასწავლო კარგი ლექსების წერა. პირდაპირ დასკვნოდა. ესე იგი იმიტომ გამოიყვანე შეცდა. მე ბოლოში იყო უკვე სანდრო ეულები და ისინი რომელიც იყვნენ მოკავშირე მწერლები. იქე ეს სამი კატეგორია იყო. აი ასეთი გრადაცია არსებობდა და იმ დამოკიდებულების გამო რომელთაც დახვდა პაოლო ამათ. ხო. რაღაც ესე დამოკიდებული ხო ქონა თლად კომუნისტების მაგინებელი არის. ბერადაც ვიცი თქო. ბევრი რაღაცა მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. თავარი მაგის არის რომ მიციანმა ცის თავის ხელით არ მოიყვა რა თავი და ბოლომდე შეეჩეხა ესე ვთქვათ რა. ისიც თვალსაჩინოა ჩემი აზრით და ყოველთვის მიყვარს მე ეს ლექსი და ყოველთვის ვფიქრობ რომ დღევანდელობას ისე ხდება როგორც არაფერი რომ დავით მოგწანა რომ მაგარი აცდენილები ვარ თუ თავობთ და მანიფესტი დღეს რომ უნებდეს მე არ ვიცი როგორ შეიძლება ანუ ის სიტყვით ხო არ გავიგებთ ამას და უშუალოდ ის ფორმულირება რაც აქვს და მანიფესტში და რაც აქვს ჩამოყალიბებული დღევანდელობაზე მაგრად რა შეხება მე ისე გვიდა ესე ვთქვათ რომ ეს არის ერთ გამოჭრილი ხო არის პოეტები ფილოსოფიაში ძალიან ბევრი და ისიც ხო ამ ხანაგებო თუ მერის პირადად თავის საფრთხე დაგორდი მე მაგას ძალიან საინტერესო და მე გააგრძელე რომ დამავიწყეს უკვე
წინასწარ მეტყველება მართლაც ესე იგი ტიციანთან დაკავშირებით მე რაღაცა ძალიან საინტერესო გამახსენდა ახლა კარგი იყო ჩემს მოგონებებს ისე ჩერდა მაგრამ მანამდე მახსენდება მარინა ცოტევასი წერია ბაიუს სტიხი პისას სტიხის ბიბაიუჩია მიხდებოდა მეშინება ლექსაზე რომ იუმორისტულად ვიტყვი წერდი ვალი ეს ამას რაღაცა წარმოვიდგენ ნიჭის რაღაცა მე მართლა ვალებში ჩავარდი და დედა ჩემი მეუბნებოდა დაანები ამ ბებურების წერა შულო თავი რასაც დაწერეთ ცუდი ყველაფერი აღიქნა გარკვეული აფირმაცია ეს გარკვეულად რო აფირმაცია ხო ყველაფერს ვიტყვებით მან კი ბატონო დააჭრილი შველის უმწეობით სულში მოგბღავით შორი ბავშვობის ძოწისფერი ჩვილი დღეები დროს 3 წლის ბავშვს მომხიბლავი რუსი მგოსანის სერგეი ძიას გახარებდათ ოქროსფერ თმები. პაულოსა და გაფრინდაშვილს ხელ-ხელ დაჰყავდით, პასტერნაკის ხომ სულის სიტყვა დღესაც გაწვალეთ, მზეს უღიმოდით, მზის ყვავილებს თავადაც გავდით, სულში მზესავით გზელდათ მამის შენ გენაცვალე. თქვენი სინორჩით მოხიბლული ძია პაოლო მთვრალი კაცივით გადიხსნი და სულის საკინძეს გულს ჩაგიკრავდა დაკოცდიდა და მერე ბოლოს ლექსად გეტყოდა მაისი ხარ ტანი ტაბიცი ახლა კი როცა გულს დამდუღრავ შემორჩა სევდა მამაც პაოლოს ესენინის ოქროს გულებიც როგორც მეუღლე როგორც ქალი და როგორც დედა ოქროს გულებით იხიბლებით ოქროს გულებით მეხნაკრავ მუხას ამომსკდარი ხორც სავსე ყლორტი გამრავლებული სიყვარულის თქეშად მომსკდარი ხართ უკდაობა ტიციანის პოეტი ლორდის და სიამაყე მაყაშვილთა ბრწყინვალე გვარის ხართ ჩუმი კვნესა ტიციანის სულის გოდება სიდარბაისლე სიდსადავი იმ ქართველ დენდის ვაშლის ყვავილის სურნელების სულში მოგხვევა და აფეთქება სიბრძნისა და სიკეთის დენდის. აი ეს არის ჩემი მითხრა. ასე იგი 1905 წელს გარდაიცვალა აგარი წერეთელი, ხო? და ბევრი ისეთი პოეზია, რაღაცა პროვინციულ პოეზიის საფრთხე დაემუქრა რა ქართულ მაღალ პოეზიას. ამიტომ თქვა ტიციან დამიძე ფიქრობდა რა, როგორც მოდერნიზმს მოითხოვდა რა ქართული პოეზია და ასწორედ ამის ასე ვთქვათ საფუძველი იყო მასში ის რომ ვთქვათ შექმნილი იყო ეს ჯგუფი რასაც ქვიათ სისხლის მყარწელი და პავლო იაშვილი რასაკვირველია და ის იყვნენ ამის მოთავეები რა 1920-იან წლებში ჯერ კიდევ და ძალიან საინტერესოა ის რომ თბილისში კი არ მოხდა პოეზიის განახლება არამედ ქუთაისში დაიწყო და მე ქუთაისიდან ისინი ერთი ხანის მოსვლით წამოვიდნენ და ძალიან გარდამტეხი მომენტი არის 1924 წლის რეპრესიები, როდესაც მთლიანად ეს არისტოკრატია იქნა განადგურებული საბჭოთა რეჟიმმა, ის მერე გამოუცხადა, ასე ვთქვათ, ქართულ აზროვნებას, ქართულ ინტელიგენციას, ანუ პოეზიას, ასევე რომ ყველაფერი კომუნისტების, ასე ვთქვათ, ჭრილში უნდა დაენახა და არა რეალურად ადამიანს რაც ეწერება, ანუ თავისუფლება პრაქტიკულად პოეზიის სიმტკვრა და ეს თავისუფლება პრაქტიკულად მაშინ უკვე აღარ იყო. შოთაშორის მას აქვს წერილები, რა არის პოეზია. ანუ მისი გაგებით რა არის პოეზია. ეს არის არ ვიცი, აი ყველაზე მაღალი ნაწერი, რაც კი შეიძლება პოეზიაზე პოეტმა თუნდაც კრიტიკოსმა, თუნდაც ლიტერატუროსებმა დაწეროს. ანუ თქვა ესეთი აღქმა პოეზიის, ესეთი თქვა თავისთავად ის უნიკალური, ესეთი შესანიშნავი მგონი არის თქვა მე არ წამიგეთოს ყოველ შემთხვევაში და კიდევ არის საინტერესო ის რომ მან მიუხედავად იმისა რომ სტალინსაც ლექსები მიუძღვნა, ლენინსაც ლექსები მიუძღვნა და თითქოს იმ საბჭურ იმას ცდილობდა რომ რაღაცა თქვი გაიგორებინა, მაინც ვერ გადაარჩინა რა. ანუ ესაც უნდა ითქვას რომ ანუ თქვა მაინც არ ემგნენ რა მას და ბედნიერებას მას უმალავდნენ ეს ძალიან მაგარია. ბედნიერება მას ლექსებს მისცა, მე არ წერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსთან ახლავს, ლექსს მე ვუწოდებ, მოვარდნილ მეწყებს გაგიტანს და ცოცხლად დაიმახოს ეს საოცარი ლექსი და მე ახლა წაიგეთ და წაიგეთ. იციან და სტრიქონ ავკინძე ლოცვა შენ საქართველოს დიდო მგოსანო გულით ვიგძენი ეგ გული როცა ცისფერ ყანწელთა ოდე მოსანო არ დაწერო უწინ მირჩიეს სიტყვა რომელიც ომში ჩაგაბამს მაგრამ მე მაინც ლექსი ვირჩიე ვერ ვამჯობინე ქრისტეს
ბარაბა ფეხით ვიარე დარიალამდე და როცა ასწდა თასმა ქალამანს მოხვედი ძმურად გადამეხვია და საუბარში შემოგვაღამდა 30-იან წლებში გთელავდნენ შენი სახელი ეხლაც ფიცია ადიდებული ზღვები ღელავდნენ შენზე ღელავდნენ ალბათ ფიციან ვარსკვლავებს ენთოთ ცაზე კაშკაში შენს სიყვარულის მიწვი მსახურო გზოებს გაქონდათ გულში პაშპაში იგი ალბათ დღესაც მოგინახულონ მეტყვი რა დამწერ ლექსის ჯაბანო გიჯობს მიჩვენო გულზე იარა რაც უკვდავებამ ხელი ჩაგავლო რამდენმა წელმა გადაიარა შორით მოლევენ გზებს მომრიგენი ზოგჯერ მეც მიჭრის ფეხზე დადგომა რა ვუყოთ ცოცხალს ვერ მოგიყევი ჩემი ჯვარცმა და ჩემი აღდგომა შენ სხვანაირი ღმერთი იგზენი ღმერთი რომელიც გულში ყოფილა თმები ცრემლებად ჩამოიწანი შენ აეშანმა დაგიძმობილა მაკედონელის გულივით მამაც ყვაქსურს კალამის სიხში ჩაქირო მოდი სავსე მაქვს რომელიც გულაბი სახრჩობელაზე უნდა დამკიდო შენი საფლავი არავინ იცის შენ შავ დროებამ ქარში გაყინა მე რომ მოგეცი წამებულს ფისი ცხოვრებამ ხელში ამო მადინა ალალძმობისთვის მეცაცავიტან მანამ ეს გული სუნთქად გამოხმეს შენ რომ ამ ქვეყნად არსად არიყავ ჩემი ბებერი წლები გამოხრეს აღზდეკ საათით ჩაჩივით ითვლის წუთებს და ნისის ეკლის ხეობებს აღზდეკ ჩვენსავით ვერავინ იტყვის სისხლის სრემლებით სადაგრძელოებს მაინც რაძლიერ გრძნობდი არიცი ღვინოც კი გისვამს საწყას უპუროთ ჰა შემიცანი ლექსის ტარიგი მითხარ არიყავ უსულ უგულო მითხარ მიბოზე ის ხეთრი რაში რომელიც მზისკენ ქრობას ეცადა მზექით იყო სეთხელ სიზმარში მაღალი ღმერთის გამომეცხადა მიტომ გავჭერი მგერჩი ჯიგარი ამო ნაზარდი ქართლის მთებიდან თუ არ გინახავს ჩემი სიზმარი მაშინ რა ნახე გამაგებინა და როგორც ლომი ფაფარაშლი როგორც ჯიხებთან დაბმული ლაფშა მე შენი ლექსით გაგიჟებული ამის სხეული კლდებს მივაფსუდამ გოსლის სიცოცხლე გაწამებული გოსანი მუდამ მოჰგავს მოხიკანს პოეტი მესმის ცოცხლად ჯვარცმული პოეტმა უნდა თავი მოიკლას მაგრამ როდესაც ჩემს ზვარის როდესაც მთებში დიდი ზვავია გამაგებინე შენი ხმა არის თუ მიჯაჭული ამირანი ვაუ რა გული ამოტანე აი შეჩან იქახა რა იქიდან ამოიტანე ეს ამას ვერ დაწერდი ის აბასა ბატი რა არის ნამდვილად აი არ შეიძლება რომ თუ პოეტი ხარ ჭეშმარიტი პოეტი და შემოქმედება გესმის ხო ესეთ დონეზე არ შეგიყვარდეს ის ადამიანი რომელმაც აი რაღაცნაირად სხვა თვალით შევახედა მთელ საქართველოს პოეზიისთვის. აი თვითონ პოეზია. აი მე ერთ რაღაცას გეტყვით. გალაქტიონს მირჩევია ტიცია. რატომაცა როგორ მოდის სიტუაცია ხდის აი წამიერა არა ეს მომენტია რომ ტიციან ტაბიძესაც დიდი სტრესი ჰქონდა მაგრამ აჯობა თავის თავს გესმის? აქ არის ერთი მომენტია კონსტანტინე ამბობდა რაც მან გააკეთა კიდეც ძაღლი რომ მოგდებს ქოფაკი შენ ძვლებს უყევ რომ თავი გადაეცა ეგრე ყველაფერს აქვს ლოგიკას ის არა საზღვარი არა სოფისტური იყოს დაუშვათ მაგრამ ის ასეულობდა ტიციანმა უფრო მაღალი ღირსებით გააკეთა ეს საქმე ასე რომ ჩვენ არიან წელები რომლებიც გმირობაზე მიდიან რაღაც გარკვეულ მომენტში არიან ჩვეულები იმდენად აი ეგ მომენტია ხო ის წამის მიასედებში ხდება ხო სწორად აღნიშნა ხო ეს არის წამის მიასედებში არავინ არ ფიქრობს რაღაცაზე იქ დაფიქრება რაღაცა აწოგი ამ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრება მაგრამ შინაგანი ბუნება ქონდა ის კი არა რომ არ შეეშინა ბევრი რაღაცი შეეშინა რომ თავიშვილები არ დაეტოვებინა თავის ოჯახი არ დაეტოვებინა დაუშვათ უთავისოთ უმამოდ 1000 რაღაცაზე დაფიქრდა მაგრამ შიშის კი არა რომ არ გეშინე როგორ არ გეშინე შიში დაძლევა არის ზუსტად შორის აი სულ ეუბნებოდა ნინოს რომ გეხვეწებით არავინ არ გაკიცხოთ ესეც როგორი ამბავია კაცმა არ იცის რას გაგაკეთებინებს შიში ხო მაგასა ბასში არ იჯდა ეგ მომენტი არა ნახე შიშის მომენტი ხო არა იმ მომენტში ბერიასთან ხო იქ პაოლოზე უნდა ვერ ქნა
თორე მერე საშინელი ტანჯვის მერე მაგრამ საშინელი ტანჯვის მერე საშინელი ტანჯვის ეხა ყვარი მერე ის ოქმი რაღაცა ამბობს რომ მე ვიყავი საფრანგეთის ჯაშუში და აკანკალებული ხელით დაწერილი ეთყობა ძალიან აწამები და ეს მომენტი ის უკადრებელი არის უკადრებელი ვერქნა თვითონ თავის თავზე რაც უნდა იმას გადის ქმარი დისიდენტი, ცნობილი დისიდენტი და რა მოყვა, რა პარადოქსული რაღაცა მოყვა. მე როდესაც დამაპატიმრესო, ხომ? არავის არ უწამები ვარ მე. ესე იგი, ის კაცია ხო? მეგობრობდი მასთან ანა კალანდაძე. მე გაშორდა მანეც და წინვალე კაცი იყო, კარდიოლოგი და ულამაზესი და უპატრიოტიზმი და შემოიყვანოსო კრიმინალი 5 კაცი იყავდა მოგლული. და ეუბნებიან გატყრი შენ. ხან კეთილზე ხრიჭოში მოაპირნეს ხელიო. ხან ესე იგიო ცხელწკაცი ჩასვამდენო ხან არ გასკდაო. მეო ის რომ მოთო მე ვიტყოდიო იმი ჯაშუში ვარ რა გითხრა ყველაფერს ვიტყოდიო. მე არ შემიძლია ტკივილი სატანო და მე ფსიქოლოგურად გავხდებოდი. მეო მიუხედავად ის პატიოსანი კაცი იყო და ყველანაირად მაგრამ მე არ მაწამესო მაგრამ რომ ვეწამები კაცმა არ იცის რა რამაგარი მაგალითია შეთასული ასეთი არ მაგალითია ასეთი ცდა ჩაატარეს სალონი აკავშირებს ადამიანის მატერიალისტურ პოტენციალად ექცევა და შენ ცხოვრობ ამ სედი რომ ეს ტკივილამდე დაგდის და კი ბატონო მე მწამს ღმერთის და ეგ ბენიერი ვიქნები და სიკვდილზე სევთ არ მაქვს საუბარი მაგრამ სევდით როგორ ვიყო სევდით აი რომ ტკივა როისა და რაზე ვიფიქრო მე რომ ეს არ უნდა მტკიოდეს არ უნდა რა ღმერთი არსებობს და მე არ უნდა მტკიოდეს ეს ჩემს ხომ არ არის დამოკიდებული ჯობა ადამიანის ტვინი ისე ფუნქციებს ფლობს ერთი ინტერნეტიდან ეგ ზუსტად რომ ჯერა მე მაგის ჯერ მირის დაბადების ფენომენი წამში იბადება გმირი როცა სიტუაცია უწყობს ხელს და აი თუ ადამიანმა გადალახე ეს წამიერი შიში და შენ წამსვლელი ხარ მე სადაც გინდა გაგიყვანო 9 ჯერ რომ გაგაკრა ჯვარზე უკვე გაუთხივარება ეს ადამიანი ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა ეს რაღაცა როდესაც ქრისტე წინა რამით სანამ გვარზე გააგავდა მამას მოეულ ბიბლიაში იყო რომ ამარიდი თუ შეგიძლია ან თუ შეიძლება ან იქ შიშიც იყო ან ჯოთ ზადი დიგარისა და ქრისტე როგორც ჩვენ უგეთქინება ახლა რომელიც რაღაცა და რაღაც გასული დაკავათ ზუსტად ისე ეთქინა მას ეს ვიწყებთ სამზადის უნდა მოგარგოთ ყველას ნიღბები თქვენ ბატონობო ცალკე დაბრძანდით თქვენ რა თქმა უნდა ზემოთ იქნებით მოლაღურებო ერთად მოგროდით ფრთხილად სულ ფრთხილად გალობა იწყეთ ზედმეტი კრინი და მონადირის ფინდიხის ტყვია შეგიმტრებთ ფილტვებს თუთიყუშებო თქვენს უგნურ ფიქრთა ვის რაში არგებს წერიპინი სტვენა და გალობისთვის დახოცილ ჩიტთა კრემაციაზე მოგიწვევთ ყველას რა კარგი რავი ხოდა ორი გენიოსი აბსოლუტურად სხვადასხვა სალვადორ დალი ხატავს თქვა რაღაცა დიცაგნებს მოვლენებს რაღაცა მითოლოგიებს და ბიბლიურ სცენებს ხო აგი მეორე ფიჭის ხატავს მარტო მსხალს და მაინც გენიოსი მსხალი და ხატავს მაგრამ იმ მსხალში ხატავს მსხლის არსი ბუნების არსი შედიში მოწამჭი საგანში შედის ფიროსმასაც აგას საგანში შედის ხო ამ ჩვენ გონიას ყველა საგანში ყველა საგანი ცოცხალია და იმ საგანს ყველას არსია და იმ არსში შედის და ეს კიდე სხვა ხელოვნება ორივე ხელოვნება მისაღებია რა თქმა უნდა ორივე სკავს საზრისის მინიჭება ხო საზრისი რა არის ამ საგნის არსი და ჩვენ თუ მარადიულობასთან გვექნება შეხედა მაშინ ვერ ვახერხებთ ამას ვერ ვშვებით ამას პატარები ვართ ხო ეს კომბავია ყველანი და ვიჭირს ეგ რა თქვა მე ხან გავდივარ ხან ვერ გავდივარ სიტუაციაზე გასაგებია მაგრამ ყოველ ხალხთან ეprostები კაცი ხო იმიტომ ისტორია არის ასეთი რომ შამილმა აკრძალა ლექსისერა ვინც ლექსს დავწერა ეგ მაგარია ხო დავხრეთ ყველას და მე მივიდე მე შამილთან რა ხენია ასე სასტიკი როგორ ხარო და არავინ აღარ დაწერს ლექსს ვინც პოეტია დაწერს
მაინც და აი ესე გააჩნია თვითონ ამით დაალაგა ვინიყო დამფილადაა ესა ვართ რაც ვართ ცაზე ღრუბელი რაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება ნუ თუ სამშობლო მხოლოდ ეს არის მარტო ლახლახი და გამარცხება ჩვენ არ ვიყავით ფარსლა დანობდით და შურის ზაფებს შუმად ვაბამდით პილატესავით ხელებს ვიბანდით და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით ზოგი კი ხონთხრის ცას ლოცულობდა გოდებდა ხალხი ეს რა მოგვდისო ისიც ხომ გვახსოვს აგერ ჩვენ თუ აწინ ჩრდილოეთიდან მზე ამოდისო მაგრამ ხომ იყო ხახული გრემი იყო გელათი იყო ვარძია და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლემ თავის ხმლით გადასწია გვეწერა მხრებზე ძლევა დიდგორი ჩვენზე ხმამაღალ რეგენტებს გზავდნენ რომში ფარსმანის დიდქან დაკებას ველონას ტაძრის სვეტებთან გამდნენ ხან დარუბანდის ულეწავდით კარებს ხან თავიც კი ვერ გადაგვერჩინა ვიყავით მართლა ხნე და რაინდი თუ მითის ფერას ხუბში გვეძინა და კრის მახვილზე უფრო გზარავდა მომიზნებული მოყრის ისარი ისე მივდივართ გოჯიც არ რჩებათ შვილებს კანკელთან და საფიცარი ესა ვართ რაც ვართ ცაზე ღრუბელი რაღაც საოცრად ჯანგისფრად წვება ნუ თუ სამშობლო მხოლოდ ეს არის მარტო თვლილი და დამარცხება და შინდისვენი შენი დროშის სადარ სამრევლო ოკეანეში ტივივით ჩანს მიწა სართველო უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო ხმალს რომ ჩააგებ იქნებ მაშინ გდები ქართველო ძალიან მაღალი დუდა მაღალი ხმალსო ჩააგებ მაშინ გდები ყველა ქუჩა და მოსაცდელი სევდის ფერია სევდიანია დახრიდარი საძმო ამქართა არც ეკვავენ კინტოები რაღაც მღერია აგურისფერი არის აკრაჩები განწყობაც თიხა ალისში შეზენილი სული მწუხარებს ალიგიერის ღვთაებრივი დიდებს საწოთან დღევანდელი დღის ქარებს ვატარ დარდებს უხანდებს კომედია შემოქმედის მრუმე ცხოვრება შემსუნებურად მახსენდება დენდი ბოკაჩო გათელებამდე ბაასოდი პეტრე ოცხელთან გამის ორივე ფიროსმანზე დარდმა მოვარჩო გულს ერთად ამოვიჭრიდი ოღონ ლამაზო არ დამიღონდე მახსენე კაცად როცა დაგჭირდა 1000 სალამურს გააქვს გუგუნი ერთად ამღერდნენ გურიის მთები თუ ამ ლექსისთვის სიკვდილს მარგუნებაც სიკვდილისთვის დაგემდურები ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი სინდისი აღარ მოეთხრება გულზე თქვია სამეთ მაგ თქვენი ბავშვის ძმა ხარ ერთიც მიმღერე და დაუჩოქებ მიწას მუხლებით მაშ გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლებ დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს ვინ მისცა ფერი ალაზნის ველებს სანამდე უნდა რომ მზედ ედინოს გავარვარებულ ოქროს თაველებს სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის წავა გაქრება როგორც სიზმარი მე კი რა უყვამ გოლიათ მთებს რომ ქონდრის კაცაც დევად აგანთებს ნეტავს სადაა ამ ზვარებს ბოლო ვინ გარგო ერთად ამდენი ვაზის ჯობს არ აქ კონდეს სულად სამშობლო ან და არ იყოს ასე ლამაზი სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა ვის თუ თქავს ასე ცეცხლის ღადარი ქვეყნად 64 სხვას ვის ეღირსა დავბადებულ ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უბელი მაშ გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლებ დავრჩებით ერთად ჩვენ მისი ლექსი ყველა არის აი ღრიანი ხავლე გულს მოედება სულ ყველაფერი არის აი ამ სტიქით დაღდასმული ტკივილის შეზავება მაგას ვამბობ რა ანუ ისეთი სასწაულია არ არის ესეთი ჯიგარი მე არ მახსოვს ლეონიძე კიდე შეიძლება აი რა ესეთი
დღისით მუშაობდა ხამი ესენი არ აძინებდნენ და დააპურწიანებდნენ თელ ქუჩებში და საღამოებს და ხო იყო ერთი ამბავი და დაემართა ჭლექი ამდენი უწყლობისგან და ამდენი უბედურებისგან ამ საქმის და ნუ აბასთუმანში წაიყვანეს წაიყვანეს აბასთუმანში და ავად გამხრა და ნუ წაიყვანეს აბასთუმანში და ნუ იქ პაოლო ჩაყვა ტიციანი ჩაყვა რასაკვირველიანი დააბინავეს იქ და მე ყოველ დღე მოსდიოდა დეპეშა რომელსაც ხელს აწერდა 1-40 კაცი ყოველ დღე და თან ნუ უყვებოდნენ ეხლა ქიმერიონის გახსნამზე ვიყავით ეხლა იქ ვიყავით ეხლა აქ ვიყავით ეუბნებია რომ გაიხედე კაცო გარეთო გაიხედე რაღაცა წამბევრი ხალხი დგასო ქვემოდო შენი ნახვა უნდათო და გაიხედა აღმოჩნდა რომ ფოსტის მუშაკები მოვიდნენ სანახავად ვინ არის ეს კაცი ვისაც 1-40 კაცი ყოველ დღე წერს დეპეშას ვინ არის ახლა და გადარეული ნუ აი ხო მართალია რომ ეს არ იყო მხოლოდ სიყვარული ეს იყო არაჩვეულებრივი მეგობრობა გვერდში დგომა ყველა სხვათა შორის აი მერეც აი ტიციანის მერე ხო ეს 37 წლის მერე ნინომ შეინარჩუნა ყველასთან ურთიერთობა ეს სხვათა შორის ერთადერთი ისეთი აქტიური ცოლი ალბათ ამ ცისფერყანწელებიდან ყველაზე მეტად, იმიტომ რომ რუს პოეტებთან, იქ პასტერნაკთან, ვინც კი ჩამოდიოდა იქ სიმონოვი, წიხონოვი, ვინც იყვნენ, ყველასთან ეს ურთიერთობა შეინარჩუნა და ნუ სულ ეგონა რომ ცოცხალია. ხო, ესე იგი 59 წლამდე ეგონათ რომ ცოცხალია, ამიტომ ნუ სულ რაღაცას წერდნენ წერილს, ასპარეს ხო რაღაცა გუშველეთ, ეგებ გამოუშვათ, ეგებ ეს, ეგებ ის და არაფერს, ესე იგი სახლში არაფრისთვის ხელი არ მოუგიდა, არც ერთი ნივთისთვის. რომ ამბობდა რომ ეს ტიციანი რომ დაუშვდება, ხო, მინდა რომ ყველაფერი დახდეს ისე როგორ წარდგა. ხო, როდესაც ნუ 35 წლის მერე დიდი ბინიდან დარჩა მარტო ერთი ოთახი, სადაც ანტრესოლი ჰქონდა და რომ კონსტანტინე მიყავს საქმეა ტაქსის შოფერს გამიგე საქმე ხო და ერთხელ ორჯერ სამჯერ და კონსტანტინე უთვლის კაპიტანს რომ ისევ ხუთლას და ხუდას მოთხოვს ხო და ტაქსის შოფერს რა არის ესო ერთი ახალგაზრდა კაცი მოდის ხო თქვენი ხო ამის სამარძეო ვიაზია ლაბარაკი ამის ორ და აიგებს ეკპაიჩკაფოს მომცევს გამიგე შეფანიძე დაწერა მაგას ხო და შენო რა შვებიო კაცო ხუთავს ხო და იმას მამაკავს მილიონერი მე უბოლი ვარ თავთუხი ჩავდერო ხერხი გავცხენ განათლე შიგნით გულში ჩავდერო ყველა ჩვენ გაქვს გულის გულში რაც არის და ხილის გარსი ვიყოთ არის თავთუხი გადაბარული თუ ჩვენ ეს წვენი შევხედავთ ერთმანეთს ამ გულს შევჭამ ხო და აი გარეთ მისია რომ ბილდინგ გადაბარული სამოთხე თუ ჩვენ ამას გავიხსენებთ ისე სამოთხე შევხვდებით რაღაცა სამოთხე პატარა დაგემოვნება იყო ძველებზე თუ სულ შეუბერა შეიძლება ინტენსიურობას გავზარდო და სამყარო მეტი კი არაფერია გადავა ეს ბილდი და დარჩება იმ ბილდის მიყვანს ნაცნები რომელიც ჩვენი სამშობლო ჩვენი სახლი ამ სახლისკენ მივდივარ ხოლო პოეზია არის ერთ-ერთი ზურგის ხარი და ძლიერი რომელიც გვაახლოვებს სამყაროს დავამთავრეთ ვადო